საკმაოდ რთული ვითარებაა პარკირებასთან დაკავშირებით განსაკუთრებით. თბილისი რო შევადაროთ ნებისმიერს მსგავსი სივრცის, მსგავსი სიმჭიდროვის ასე შემდეგ ქალაქს პლანეტაზე და თვლით ციფრები ჩავყაროთ, აღმოჩნდება რომ ყველაზე ცოტა საპარკინგო სივრცე არის ამ ქალაქში. სახელმწიფო უნდა გააკეთოს აქ თავისი ბიუჯეტით? ყველა შემთხვევაში. ანუ საზოგადო ტრანსპორტის ყველაზე მაგარი მოდელი არის მეტრო, რომელიც უნდა ვითარდებოდეს გიჟივით. $500,000 ბინას ყიდულობენ ადამიანები, რომლებიც არ იხდიან $10,000 პარკინგში. მე ვცხოვრობ ვერაზე. აბა ამოდი ავტობუსით, სადაც 50 კაცი ეტევა ვერაზე რა. ვერ ამოხვალ. ანუ ფეხით იგივე ვერაზე 50 ავტომობილი მაინც უფრო მეტ ადგილს დაიკავებს, ვიდრე რაღაცა რამდენიმე პატარა გაბარიტის ავტობუსი. კორპუსების ნებართვის მშენებლობის დროს აუცილებლად დავსვავდი საკითხს დრონების კორპუსებზე განთავსების და მათი მიღების საშუალების თუნდაც თეორიებზე. ვერიდან დიღომში მოკვდა და უკან დაბრუნდა, ნიშნავს რომ ერთი დღე ამისთვის უნდა გადადო რა. თბილისში მიწესვე და მეტრო გამორიცხეთ. ახლა ვიცი რომ გიჟი არისო, ფიქრობთ, მაგრამ დაიმახსოვრეთ რომ არ გვჭირდება მეტრო. საჭირო არის ვიფიქროთ ვერტიკალურ ტრანსპორტზე. საჭირო არის ვიფიქროთ დრონებზე, მათ პარკირების ადგილებზე. ეს საკითხი ძალიან მალე ჩვენ დღის წესრიგში დაგვიდგება. გამარჯობა, დღეს საინტერესო სტუმრები ყავს, საინტერესო თემატიკით. მე ულს დაინახავდით კადრში და ალბათ ხვდებით, რომ ავტომობილებთან დაკავშირებული თემატიკა გვაქვს, თუმცა თან და არა მაინდა-მაინც ავტომობილებზე. დღეს ვისაუბრებთ გიორგი ბაბუნაშვილთან, ურბანისტი, აქტივისტი და მელუდ მელაძე, ავტომობილისტი. ვისაუბრებთ ქალაქში სატრანსპორტო პრობლემატიკაზე. შეიძლება ჩხუბის მოგვიწიოს განსხვავებული პოზიციები გვაქვს რაღაცებზე და ესეთი დისკუსია იყო ჩაწერის დაწყებამდე, რომ ცოტა ჩავსაინტერესო ეს ენერგია დავხარჯეთ უკვე და ეხლა შვიდად და კარგი. იმიტომ რომ მელუდი ჩემი ბავშვობის მეგობარია და მისი პოზიციები ვიცი, უფრო მაინტერესებს შენი პოზიცია და შენგან დავიწყებ, გიორგი. ეხლაც რომ მოდიოდით გზაში, ერთად მოვედით და საკმაოდ რთული ვითარებაა პარკირებასთან დაკავშირებით განსაკუთრებით. საცობები ერთი მხარეა და მეორე და რთული მხარე არის ქალაქში პარკინგების არარსეობა. რას ფიქრობ, რა არის ამის ბრალეულობა და გადაჭრის გზები? მე უფრო ვფიქრობ, რომ ჩვენი შეხვედრები და საერთოდ ეს წამოწყება, რომ რაღაცა თემებზე მოუწვიო ექსპერტები და საინტერესო ადამიანები, ეფუძნება იმას, რომ გარკვეულწილად რამე გადაჭრის მეთოდებიც დავდოთ და შევთავაზოთ მაყურებელს. ამიტომ აი ასეთი კითხვით მოვალ შენთან. კი ბატონო, პირველ რიგში მადლობა საინტერესო ფორმატში, ასეთი ტიპის დისკუსიებისთვის, მსჯელობის ორგანიზებისთვის. ხო, რაც შეეხება ხა პრობლემებს, რაზეც ჩვენ საუბრის დასაწყისშიც კამერის მიღვა საუბრობდით. მე შეიძლება ცოტა უკნიდან მოვული ამას რაღაც უფრო შორი პერსპექტივიდან. მოკლედ ჩვენ რაღაცა კონკრეტული თემები შეგვიძლია ავიღოთ იქ რაღაცა პარკინგის პრობლემა, საცობი ხშირად ტრანსპორტზე რო საუბრობენ, იწყებენ სულ აი საცობი და მერე პარკინგი მოსდევს ამას. მაგრამ მე მგონია, მარტო ჩემი ის არ არის, უბრალოდ აი რაღაცა თანამედროვე მიდგომები სატრანსპორტო დაგეგმარებაში, ამას უყურებ ცოტა უფრო ზემოდან. ანუ რეალურად საქმე არის არა კონკრეტულად მანქანასად გავაჩეროთ ან ასაცობია გზაზე, არამედ არის უფრო ფართო მობილობის საკითხი, მობილობის, ანუ ადამიანების გადაადგილება. ხა სადღაც 70-იან წლებამდე ქალაქ გეგმარებაში და ტრანსპორტის დაგეგმარებაში, რომელიც ქალაქ გეგმარების რაღაც ერთ-ერთი კომპონენტია, იყო სტი დომინანტური შეხედულება დასავლურ ურბანისტებში და არქიტექტორებში, რომ საავტომობილო ნაკადი და ავტომობილის მოხმარება ეს არის რაღაცა მოცემულობა, ისე როგორც რაღაცა დილით მზე ამოდის, აღარ ჩადის, რომ
ხალხს ყავს მანქანები, ხალხი მანქანით დადის, ხალხს ეს მანქანების რაოდენობა თანდათანობით გაიზრდება, გვჭირდება მეტი გზები, მეტი პარკინგი და როგორ მივაწოდოთ აი ეს ინფრასტრუქტურა და როგორ მივაწოდოთ ეს პარკინგის სერვისი. თუმცა სადღაც უკვე აი 60-იანი წლებიდან ჩდება კვლევები, რომელიც უკეთებს ანალიზს სხვადასხვა იმ ინფრასტრუქტურულ რაღაც მიწოდებას, ასე ვთქვათ, იქ ძირითადად იყო ჰაივეების მშენებლობა და გზების და უკეთებს ანალიზს აი ამ გზების მშენებლობას და საავტომობილო ხერგილებს, საცობებს. და გამოდის ესეთი ძალიან საინტერესო დასკვნა, რომელიც ამ სტატისტიკურ ანალიზს ეფუძნება, თეორია ყალიბდება, სახელად induced demand, ხელოვნურად გამოწვეული მოთხოვნა, რა, რომელიც ამბობს შემდეგ რაღაცას. ესე იგი, საბაზრო ეკონომიკის კანონები ეგეთია, რომ თუ გაქვს მოთხოვნა, მაშინ აუცილებლად გექნება მიწოდებაც. მაგრამ აი ამ სფეროში არის მეორე მექანიზმიც. თუ გაქვს მიწოდება, ეს თავის მხრივ ახდენს მოთხოვნის სტიმულირებას, შემდგომ სტიმულირებას. თუ შენ გაქვს რაღაც რაოდენობის გზა, გზის ზოლები პირობითად თქვათ, ხო, ან რაღაცა პარალელური ქუჩების ქსელი, რომელიც საშუალებას იძლევა რომ რაღაცა გადაადგილდე, ეს ადამიანებს უჩენს იმის мотиваციას, რომ არის გზა, შეგვიძლია ავტომობილით გადაადგილდე და ავტომობილი კომფორტული საშუალებაა. არც ისეთი ხელმიუწვდომელი, ხა საუბარია დასავლურ ქვეყნებზე და თანდათანობით აქ აღმოჩნდება, რომ ეს გზათა ქსელი და პარკირება აღარ არის საკმარისი. ჩნდება ეს კლასიკური პრობლემა, საცობი და სად გავაჩერო მანქანა. ამის შემდეგ სახელმწიფო ან კერძო ინვესტორი არ აქვს მნიშვნელობა, იწყებს ამ ინფრასტრუქტურის მშენებლობას, ქმნის ახალ იმას და რა ხდება, პირველი აი რაღაცა პარამეტრებითაც იზომება ეს ავტომობილო ხერგილები და რაღაცა. არის მყისიერი ეფექტი, დადებითი ეფექტი, რომ ეს საცობები განიმუხტება, რაღაცა პარკინგება ადვილდება და თითქოს ამან უშველა. მაგრამ გადის დრო და ეს დამატებითი ინფრასტრუქტურა სტიმულირებას ახდენს, რომ უფრო მეტი ადამიანი გამოვიდეს მანქანებით და რაღაც მომენტში ეს ისე ვიჭედება. ამის შემდეგ ხდება აუცილებელი ისევ ახალი მიწოდება და მიდის ახალ წრეზე, ანუ საბოლოო ჯამში არის მუდმივი დევნის პროცესი, რომ შენ ამ ინფრასტრუქტურას ქმნი. მინდა შეგაწყვეტინო და ერთი ჩავერიო ყველა შემთხვევაში, ანუ არ არსებობს ახლა ამ მომენტში რომ ჩავერიო რა და დაამთავრებია რა, იმიტომ რომ ეგ კონკრეტული მომენტია ერთ წამით ნახე, როცა ხდება მოთხოვნა მიწოდება, იზრდება და საბოლოო ჯამში მაინც ხერგილამდე მივდივართ, ხო ეს არის საბოლოო დასკვნა ამ შემთხვევაში რა. ნახე, მე ძალიან ბევრი ქვეყნის მაგალითი შემიძლია მოვიყვანო და გითხრა ესეთი რაღაც, თუ რატომ უნდა იმ ხალხს იმ წერტილებში მისვლა რა, მაგალითად ეხლა ჩვენ თბილისის მაგალითად რა ვიყოთ, იმიტომ რომ იზრდება ქალაქის სიმაღლეში, რადგან ეგ პროცესები ესე მიდის და იქ მეტ და მეტ ხალხს ჭირდება მისვლა. თუ ჩვენ იქ არ გაგვიხდება საჭირო მისვლა, მაგალითად ავიღოთ ბერლინის მაგალითი რა, მოვიყვანე ამას წინადაც ისედაც რა, სადაც იქ აღარ არის მეტი მისასვლელი ადგილი რა, 50 კაცს რომ მივიდეს, რატომ მივა თუ იქ არ ჭირდება. მე ვთქვი, შენ ცოტა გამისწრე პრინციპში, მაგით უნდა მე თქვა, მივა მაქამდე თუ გავშლით სიმაღლეში არ გავზრდით, იქ მეტ ადამიანებს მისვლა აღარ დაჭირდება და მარტო სიმაღლეზე არ არის. მარტო სიმაღლეზე არ არის, თუმცა მაქამდე მივალ რა. ბოდიში შეგაწყვეტინე, მაგრამ ეგ უნდა მეთქვა. მოკლედ, აი ამ ჩაკეტილი წრის, ასე ვთქვათ, პრინციპი აჩვენებდა, რომ ამაში ინვესტირება არის გრძელვადიან პერსპექტივაში არაეფექტური ამ საგზაო ინფრასტრუქტურაში. და აი 70-იანი წლებიდან უკვე თავიდან ეს ჩდება რაღაცა ეს აკადემიურ ჟურნალებში და უკვე 70-იან წლებში შემოდის უკვე პრაქტიკულ ქალაქ გეგმარებაში ეს პრინციპი, რომ მოდი ამ პრობლემას შევხედოთ არა ისე, რომ აი ავტომობილებმა როგორი იმოძრავონ თავისუფლად ან სად გააჩერონ თავისუფლად, არამედ შევხედოთ ამის მიღმა. ამ ავტომობილებში ხო ადამიანები სხედან და ავტომობილით მიდიან, იმიტომ რომ სადღაც უნდათ A წერტილიდან B წერტილში მისვლა. გვაქვს ჩვენ შესაძლებლობა, რომ გავცდეთ ამ საავტომობილო ინფრასტრუქტურას, შევთავაზოთ სხვა ალტერნატივა, რომელიც არსებულ საგზაო ქსელს და არსებულ სივრცეს გამოიყენებს უფრო ეფექტურად. რაც არის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ხო? ანუ
ავიღოთ თუნდაც იგივე ავტობუსი, რომელიც, სადღაც ტევადობა აქვს 80 ადამიანამდე რა. და ახლა 40-50 ავტომობილის კი ბატონო, თუ ამ ხარ ტრამვაის და მატარებლის მით უმეტეს მე ვცხოვრ ვერაზე. აბა ამოდი ავტობუსით, სადაც 50 კაცი ეტევა ვერაზე რა. ვერ ამოხვალ. ანუ ფეხით იგივე ვერაზე 50 ავტომობილი მაინც უფრო მეტ ადგილს დაიკავებს, ვიდრე რაღაცა რამდენიმე პატარა გაბარიტის ავტობუსი. ეგ არის ავტობუსი როგორ შევარჩიო. ერთი 15 კაციანი ავტობუსი. ჩვენ ნახეთ, ჩვენ ვართ, ჩვენი გეოგრაფია ზუსტად მაგას ვამბობ. ანუ ეგ მოდელი იმიტომაც არ მუშაობს ყველგან ერთნაირად რა. ანუ ამსტერდამში თუ იმუშავებს რაღაცა მოდელი, ის ვერ იმუშავებს თბილისში. თბილისშიც იმუშავებს, ის ვერ იმუშავებს ბერლინში. ბერლინშიც იმუშავებს, ის ტოკიოში ვერ იმუშავებს. ანუ ყველას ინდივიდუალური შესწავლა ჭირდება რა. ის რაც ვიღაცა სადღაც გამოადგა, არ ნიშნავს რომ ჩვენს გამოგვადგება რა. ჩვენ ვართ მთაგორიანი რელიეფია და ძალიან ვიწრო ქუჩებით გაკეთებული. ანუ სოულაკი, ვერა, ანუ მანქანებთან ავიაროთ კიდე არ არის მარტო ეგრე. მაშინ არ არის მარტო ეგრე მაგალითისთვის რა 2017 წელს ძალიან დიდი კამათი ჰქონდა მერიაში რომ სამარშრუტო ხაზები შეიძლება საერთოდ არ ყოფილიყო მხოლოდ გადასულიყო ავტობუსზე რა და მაშინ თქვი რომ მეთქი გამორიცხულია რა ანუ სამარშრუტო ხაზებზე პირიქით მოგიწევთ რომ ხარი დაუჭიროთ და შეეშველოთ იმიტომ რომ ყველაზე მოქნილი დღე ანუ ის იმიტომ კი არ შეიქმნა სამარშრუტო ხაზები რომ ესე უნდა და ვიღაცა ბიზნეს ოპა ესექნა არა იმიტომ რომ საჭიროება მოიტანა ეს რა ანუ საჭიროებას თუ მხარს ვერ აუბავს ხან არის შანსი არ გაქვს თან კიდე ერთი რაღაცაა რა ჩვენ არ მუშაობთ ჩვენთან ანუ თბილისში არ არის ისე რომ დილას გამოხვალ სამსახურში მიხვალ იმუშავებ და უკან დაბრუნდები ერთ და იგივე წერტილზე გიწევს როგორც მაგალითად ევროპელი ამას აკეთებს ან იქვე იქირაებს სამუშაო გაქვს ჩვენთან ესე არ ხდება ჩვენთან ხდება რომ იმიტომ რომ როგორღაც ოჯახი შეინახოს სულ მიგრაცია გაქვს რა ანუ მიდექი მოდექი ფული იშოვეს პრინციპით მუშაობს ქვეყანა მთლიანად ესე ვართ მოწყობილი რა ვქნათ ანუ ერთ სამსახურში ხელფასი და კარგად არის საქმე ესეთი შეიძლება იყოს სულ რამოდენიმე პროცენტი დანარჩენი ყველა რაღაცა შალეჩობს არის ამიტომ რადგან დიდი მიგრაცია გაქვს საზოგადოებრივი ტრანსპორტი ხა მე მაგალითად ლილოში არის ავტოდრომი ხო? და აქ დიღომში არის ჩემი შვილიშვილი. ანუ 6 დღე დამჭირდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომ ეს კვანძი შევკრა როგორღაც რა. ანუ დღეს ისედაც მანქანითაც ვერ მივდივარ. ანუ ვერ ვნახულო ორი კვირა ესე გაძო ვერ ვნახულო, იმიტომ რომ ვერიდან დიღომში მოხვდე და უკან დაბრუნდე, ნიშნავს რომ ერთი დღე ამისთვის უნდა გადადო რა. და დღევანდელობაში ერთი დღე ძალიან ბევრი, ანუ დრო ყველაზე ფასეულია და ყველაზე მეტად გეხარჯება, იმიტომ რომ არასწორად არის თავიდან ბოლომდე ესე მოწყობილი. ამიტომ ამ რაღაცებს რა თქმა უნდა მე არ ვარ საზოგადოებრივი ტრანსპორტის წინააღმდეგ პირიქით ანუ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ყველაზე მაგარი მოდელი არის მეტრო რომელიც უნდა ვითარდებოდეს გიჟივით ანუ მეტრო როგორ ვითარდებოდეს იგივე მთაგორიან თბილისში ეგეც ისეთი mission impossible ახსნი ნახე მარტო მეტროზე ვერც ერთი ქალაქი ვერ იდგება მეტრო არის გრძელ მანძილებზე დიდი მასების გადასვლა მეტრო არ არის ყველაზე მოქნილი შეიძლება იყოს ბრტყელ რელიეფებზე და სადაც იქ მიწისქვეშა წყლები არ არის ბევრი და ასე შემდეგ არანაირად, იმიტომ რომ ნახე როგორ რაღაცა არა, მეტრო არ შეიძლება იყოს მარტო მიწის ქვეშ, მეტრო შეიძლება მიწის ზემოთაც იყოს რა. და თბილისში მიწის ზედა მეტრო გამორიცხეთ. მთელი კვანძები, რატო აი მაგალითად დიდუბიდან დიღომში რომ მოხდე. აი რატო ვერ შეიძლება რომ მოხდე? ნახევარი ქალაქი საინტერესო სტატია სხვათა შორის დაწერილი urban media-ში ამ საკითხზე და გირჩევთ რომ გადაავლოს თვალი. 70-იან წლებიდან შემოდის ეს რაღაც, შემოდის ძირითადად ჯერ ევროპაში შემოდის, იმიტომ რომ ამერიკაში კიდე არის სხვა მომენტები იქ რაღაცა განაშენიანება არის ეს ძალიან მონოფუნქციური რაღაცა ის პატარა საბორბები, სადაც არაფერი არ ხდება და დაბალი სიმჭიდროვეა და მისი მომსახურება ტრანსპორტით შეგვიძლია მე გავშალოთ რატო არის რთული ამ ესეთ ერთ და ორ სართულიანი ის დასახლებების, მაგრამ ნუ დასავლეთ ევროპაში შემოდის, ხდება ტრამვაის ხელახლა აღმოჩენა, ტექნოლოგიური ცემატება და ის თანამედროვე ტრამვაისაც ალბათ ყველას გინახავთ რაღაცა ხმარო არა აქ და მის რეალებს და რაღაც ესენი მოდის უკვე 80-იან წლებიდან რა თქმა უნდა ვითარდება ავტობუსი შემოდის ავტობუსის ზოლები იმიტომ რომ ეს არსებული საგზაო დერეფანი როგორ გამოვიყენოთ და არის მაგალითად სამი ზოლი, სამივე ზოლი მანქანებს დაუთმოთ თუ ერთი ზოლი ჩამოვაჭრათ, კი მძღოლები გაგვიმწარდებიან, მაგრამ იმ ერთ ზოლში უფრო მეტ ადამიანს გავატარებთ ავტობუსით, ვიდრე მანქანებისთვის ხო. გააჩნიათ, შეიძლება საერთოდ იმ ქუჩაზე გავაუქმო პირობითად რა, ესე ვქვია, კერძო ავტომობილების მოძრაობა, ან შერეული მოდელი გააჩნია რა, ბევრი ყველგან კონკრეტული დაგეგმა ხა ვერ ჩავდივარ. ეხლა გააჩნია ხო ესეა. არა, საუბრობ
თეორიიდან რაღაცა მოდელი აქ მუშაობს, რაღაცა მოდელი არ მუშაობს. არა, რა თქმა უნდა, ანუ ყველგან კონკრეტულ იმაში ხდება ამის მოდელირება რა. და ბოლოს აი მეულუდმა რაც თქვა, ოღონდ მე ცოტა სხვანაირად დაამთავრა. ეს ხალხიო ყველაო რაღაცა ძალიან ახალი ის ჩდებაო, მაღალსართულიანი შენობებიო და მიდიან ახალ ადგილებში, რომელიც ადრე არ იყო და ამიტომ ემატებაო. აი ეგ მომენტი ასევე აი თანამედროვე აი პარადიგმებში აისახა რითი. ეგრეთ წოდებული პოლიცენტრიზმის მხარდაჭერით და მრავალფუნქციური უბნების. აი რაშია საქმე. ესე იგი, ჩვენ გვაქვს ერთი მიდგომა, როდესაც გვაქვს მონოფუნქციური რაიონები, სადაც არის საძილე რაიონი, მათაც თბილისში ეს კომუნისტების დროს აშენებული გლდანი ვარკეთილი დიდიო. ეს არის ფაქტიურად მონოფუნქციური რაიონების საძილე რაიონებს ეძახიან, სადაც ფაქტიურად არაფერი არ ხდება, ну შეიძლება იქ სკოლა იყოს, კიდე რაღაცა ბაღი, სადაც ბავშვი წაიყვან, მაგრამ სამუშაო იქ არ არის. იქ ეკონომიკა, როგორც ну ეხლა ბოლო დროს რაღაც შეიძლება იქ რაღაცა პატარა მაღაზია, კაფე რაღაცა გაიხსნა, მაგრამ როგორც ასეთი აი დიდი მიზიდულობის წერტილი, საქმიანი და საგანმანათლებლო იქ არ არის. ამიტომ ეს ადამიანები ყოველ დღე არის ეგრეთ წოდებული კანქარისებრი მოძრაობა, მიდიან დილით ქალაქის საქმიან ცენტრში, ბრუნდებიან უკან და აი ეს ნაკადები, მოკლედ აი რაღაც მთელ ქალაქს განაკვეთენ. და ერთ-ერთი მეთოდი, რითიც ჩვენ შეგიძლია ასევე ეს მობილობა გაამარტივო და გახადო უფრო კომფორტული არის, რომ ხელი შეუწყო სხვადასხვა მეთოდ შეიძლება რაღაცა ბიზნესისთვის პრეფერენციები შეიძლება თუ სახელმწიფო აშენებს რაღაცა დანიშნულების შენობებს, რომელიც ადამიანებს მოიზიდავს, ესენი გაანაწილო ყველა რაღაცა ვაკე საბურთალოში არ გააკეთო, რაღაცა გააკეთო, რაღაცა არ ვიცი, სპორტული ცენტრი, სადაც ბევრი ადამიანი წავა, მაგალითად, გლდანში რაღაცა სტადიონი გააკეთო სადღაც და ესენი ისე გაანაწილო, ყველაფერი ერთ იმაში არ ჩდებოდეს და თვითონ იმ უბნებშიც ადამიანების ნაწილი შეეძლოთ მეტი შესაძლებლობა გაუჩნდეს, რომ დაგსაქმდეს უფრო ახლოს, რომ ეს გადაადგილება მთელ ქალაქში არ მოუწიოს რა. აი ეს არის ერთ-ერთი ისახა, მან არ არის მაინცსა და მაინც მაღალსართულიანებზე, მაგრამ პირიქით ჩვენ თუ აი სართულიანობა შევეხებით, ეხლა არ მინდა ყველაფერი ერთად თქვათ, მაგრამ ერთ-ერთი თემა არის ის, რომ შენ თუ ააშენებ ქალაქს რაღაცა ის ერთ და ორ სართულიანი სახლებით, აი ამერიკულ ფილმებში გვაქვს ხო ნანახი ამერიკული გარეუბნები, სადაც ეს პატარა 60-ია მოწყობილი, ყველას თავისი პატარა ლამაზი სახლი აქვს, თავისი წინ გაზონი, მანქანის უკან ის აქ აუზი აქვს და რაღაც. ერთი შეხედვით ძალიან კარგი აქვს საცხოვრებლად, მაგრამ ეს იწვევს ავტომობილზე უდიდეს დამოკიდებულებას. რატო? იმიტომ რომ ამ ასეთი უბნებისში სიმჭიდროვე კვადრატულ კილომეტრზე რა ადამიანებს არის დაბალი, იმიტომ რომ დაბალსართულიანია, ხო? ანუ განაშენიანების სიმჭიდროვე მაღალი, მაგრამ ადამიანების სიმჭიდროვე არის დაბალი. შესაბამისად, შენ თუ აქ უშვებ რაღაცა ავტობუსს ან ტრამვაის რაღაცას, შენ აი როგორ უნდა დაგეგმო მარშრუტი, რომ X რაოდენობის ადამიანს მოემსახუროს საათში, რა მარშრუტი უნდა გაიაროს და რა ტერიტორია უნდა დაფაროს. არა, იქ გამორიცხულია მასე ტერიტორიებზე, მასე ტერიტორიები თბილისშიც არც გვაქვს და არც თბილისის შემოგარენში და ეგ მაგალითი ჩვენ რეალობა საერთოდ აცდენილია, იმიტომ რომ ხა ამერიკის არა, ეგეთი ტერიტორიები თბილისთან უკვე ჩდება. თლად ეგეთი არ ჩდება, მაგრამ აი ეს პატარა დასახლებები მაგალითად რაღაც გარეუბნად რაღაცა მუხიანისკენ რაღაცები ესენი ჩდება, რომელიც აი პირდაპირ არის საავტომობილო იმას დამოკიდებული. მეტნაკლებად ის ძალიან ახლოს არის ამერიკის მაგალითთან, ანუ იმიტომ რომ იქ რაღაცა 500 და 600 მეტრში უკვე ეგეთი დასახლებები, აი მაქსიმუმ 1 კილომეტრში არის მთავარ ესე ვთქვათ ცენტრებთან, იმ რაიონის ცენტრებთან ახლოს, ანუ აი ესე. ხო, არა, ზუსტი ის არ არის, რა თქმა უნდა, მაგრამ ნუ ძნელია მაინც მაგათი ხარისხიანი. შენ გაქვს მეულოდ საინტერესო ხედვა, მაგრამ მოსმენილი მაქვს ხშირად შენი მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ აი ყველაფერი მაინც მიყავს საპარკინგო სივრცეებთან. რომ საპარკინგო სივრცეების ნაკლებობის პრობლემას ხედავ ერთ-ერთ ყველაზე მთავარ პრობლემად, როგორც მე მომისმენია, შეიძლება ვწდები. როგორ შეიძლება ეს გადაიჭრას? რა პრობლემა არის და როგორ ფიქრობ, რომ გადაიჭრება? გავყვეთ ესე ჯაჭვით და შედარებით გავყვეთ თუ გინდათ ესეც არ არის რთული. ჩვენ ვართ თბილისზე მაქვს ამ შემთხვევაში საუბარი.
იმიტომ რომ სხვა ქალაქებში არის პრობლემა საქართველოში მათ შორის რა. მაგრამ თბილისი ავიღოთ რა, თბილისი რო შევადაროთ ნებისმიერს მსგავსი სივრცის, მსგავსი სიმჭიდროვის ასე შემდეგ ქალაქს პლანეტაზე და თვლით ციფრები ჩავყაროთ, აღმოჩნდება რომ ყველაზე ცოტა საპარკინგო სივრცე არის ამ ქალაქში. ანუ ყველაზე ცოტა. ოფიციალურად 28,000 არის ყველაზე მაღალი ციფრაც იყო ხსენებული, მაგრამ დაგეთანხმები, იმიტომ რომ ბევრი ეგეთი ქალაქია. ეხლა უცბად ამომიტივდი და მაგალითად სტამბული. რა სტამბულზე ერთი უბანი რო ავიღოთ და შევადაროთ თბილისს, იქაც არ არის მთლად ნახე. ეგეთი ქალაქებიც ბევრი არის. მაგრამ საერთო რიცხვი რო აიღო, ანუ 28,000 საპარკინგო სივრცე არ იქნება ძალიან პატარა ქალაქს თუ აიღებ რაღაცა, სწორე იგივე სივრცის ამბავში არ. და ნახე სტამბულში ალბათ ხშირად მოგვიწია ყველა ჩვენთაგანს ხო სტამბულში მე ყოველ შემთხვევაში ხშირად მიწევდა გავლითაც კი გავლა და არ მქონია არასდროს შემთხვევა რომ სადღაც მივედი და მანქანა ვერ გავაჩერე მიუხედავად იმისა ძალიან რთულია საპარკინგო სივრცეები კომერციული საპარკინგო სივრცეები ძალიან ბევრია ანუ მიდიხარ იხდი ფულს და აჩერებ ავტომობილს მე ბოდიში უბრალოდ რომ მეც რო გავიგო რა როცა საუბრობ საპარკინგო სივრცეების ნაკლებობაზე აი რაღაც თბილისში რო ცოტაა და სადღაც ბევრია გულისხმობ კერძო საპარკინგო სივრცეების შედარება. ანუ მე თუ რაღაცას ჩემი სახლის ქვეშ მაქვს მიწისქვეშა ადგილი არა შემო საჯარო ქუჩაში? არა, მარტო ქუჩაში არ. ანუ სახელმწიფოს მიერ აღწერილი საპარკინგო სივრცეები, მათ შორის კომერციულები. ანუ არის ესეთი კომერციული. მაგი მაინტერესებს ზოგადად. ანუ კომერციული მაგაში ითვლება ამ სტატისტიკაში, ხო? ოღონდ ისეთი, რომელსაც სახელმწიფოსთან წვდომა აქვს, ანუ ამის დათვლასთან რა არის ისეთი საპარკინგო სივრცეები. ხო, ამის გარდა არის მაგალითად უშუალოდ შეიძლება რომელიმე სახლს კონდეს თავის საპარკინგო სივრცეები, რომელიც აღწერაში არ შედის, ანუ სახელმწიფოს აღწერაში ისეთები არ შედის. სახელმწიფოს აღწერაში შედის მაგალითად რომ შეუძლია გამოიყენოს საპარკინგო ადგილზე არის საუბარი და არა დაუშვათ ჩემს შენობას რომ აქვს 20 საპარკინგო საოფისეს და 20 ჩემს საჯარო საპარკინგო საჯარო საპარკინგო სივრცეებს სადაც ფასიანით უფასოდ მანქანას აჩერებ რა ქირავდება რა მოდი ესე დავარქვა საპარკინგო სივრცე რომელიც ქირავობა შეიძლება არა მაგალითად გერმანიის ქალაქებში დასავლეთ ევროპის ქალაქებში უფრო მეტი ეგეთი საჯაროდ ხელმისაწვდომი საპარკინგო სივრცეები თბილისში 1,200,000 მანქანა და მილანი ავიღოთ აგერ რა პრობლემაა ანუ 700,000 მანქანა და 300,000 საპარკინგო სივრცე საჯარო და არა კერძო კი ანუ შეიძლება კერძო იყოს ოღონდ ყველას რო შეუძლია გაჩერება სამჯერ ნაკლებია ყველას ხელმისაწვდომი მანქანებზე სამჯერ ნაკლებია და არა 30-ჯერ ხო მაგით მაგიდა თითქმის სამჯერ ნახევარია დაახლოებით რა ანუ 700,000 მანქანაა და 300,000 საპარკინგო სივრცეა რა და ამისთვის რა არის საჭირო პარკინგების რაოდენობა კარგი ნახე ლარი როდესაც ღირს პარკინგი მისი აშენება როდესაც ჯდება ესე ვამბობ ხო რაღაც ციფრს არ დამითვლია, მაგრამ $15,000-20,000 როდესაც ჯდება დაუშვათ პარკინგის აშენება ერთი მანქანისთვის, რომელსაც ბიზნესი მაგას არ გაკეთებს. 40 კვადრატული მეტრი ამ $20,000, რომელიც ანუ შენ დაახლოებით 100,000 ჯერ უნდა გააქირავო ეს მანქანა ერთ ლარად, თბილისში ერთი ლარია ფასი 100,000 ჯერ უნდა გააქირავო, რომ მისი ფასი ამოიღოს ბიზნესმა. ანუ ბიზნესი ამას არასდროს არ გააკეთებს. ხო და მაგიტომაც არ ანუ გავზარდოთ ფასი პარკინგი. ანუ მაგიტომაც არ გააკეთა. რამდენი უნდა ღირდეს პარკინგი? ერთი წამით მივალ მაგამდე, ანუ მივიდეთ დოზა რა. ამიტომაც ამას ბიზნესი არ გააკეთებს და არც გააკეთა, როცა იყო გამოცხადებული ერთ ლარად აიღეთ აგერ და გააკეთეთ სივრცე, იმიტომ რომ ის ძალიან ძვირი ჯდებოდა და იმიტომ რომ მეორე მხარეც რა, ანუ აღსრულება სახელმწიფოს არ ქონდა ესეთი მძლავრი ყველგან არის მანქანები შეყენებული, მიუხედავად იმისა პერიოდულად იპარავენ ამ მანქანებს, გადაყავთ საჯარიმოს და მე რაღაც ჯარიმას იხდი და ხალხს გული წყდება. ამაზე სისტემა მაინც გამართულად ვერ მუშაობს იმისთვის, რომ პარკინგებს ქონდეს დატვირთვა. რომ ფასი იმის მიხედვით, ანუ ბიზნესია რა, ფასი როგორც ამიტომ რადგან ესე არ არის, ჩემი აზრით სახელმწიფომ იმ ჩვენი ამოღებული ფულით ის მანქანა რომ მოიპარეს და გადავიხადეთ და კიდე ქუჩაშიო ჯარიმა გადავიხადეთ ასე შემდეგ ნელ-ნელა ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გააკეთოს საპარკინგო სართულებიანი სივრცეების შექმნას როგორც მიწის ქვეშა ისე მიწის ზედა. სახელმწიფო უნდა გააკეთოს ეგ თავისი ბიუჯეტით? ყველა შემთხვევაში ჩემი აზრით დავასრულო ანუ და შემდეგ ეს უკვე არსებული პრეცედენტი როცა იქნება შექმნილი შეიძლება იჯარით გადასცეს რომელიღაც კერძო ბიზნეს რომელიც არ აიღებს რომელიც არა იჯარით რატო არ აიღებს არ აიღებს რამდენი პარკინგი აწყობს რატო არ ისეთი იჯარა იქნება ანუ სახელმწიფოს დაუждდება რაღაცა 10 ლარი რომელსაც იჯარით მიცემს მაშინ 1 ლარად ანუ სახელმწიფო ისე ზარალდება და თუ 10 ლარად მიცემს აღარ აწყობს იმას ნახე შეხედე ერთ წამს არა 10 ლარად არ მიცემს მაგას ზუსტად
ისეთ ფაში უნდა მიცე რომ ხო, ანუ იაფად მიცებს, ანუ სახელმწიფო იზარალებს. ხო, ამ შემთხვევაში იზარალებს, მაგრამ ვიღაცამ სტარტი უნდა მისცეს. ანუ სტარტს არ მისცემ, შენ თუ არ იქნები ამის მაგალითი, ანუ პრეცედენტი შენ თუ არ შექმნი რა და ბიზნესად ამას არ აქცევ, ხო, ბიზნეს დღეს არსებული ფასებით და მოქმედებებით არ აწყობს. ანუ რა უნდა ღირდეს პარკინგი მაშინ? როგორ? 1 ლარი არა და რამდენი უნდა ღირდეს მაშინ, რომ ადეკვატური იყოს, ხო? არა, მაგას დათვა უნდა კონკრეტული არ ვიცი. ანუ დღეს როგორც ღირს, ეგრე ღირს რა. საათი 1 ლარი, ამაზე მსჯელობა იყო. ანუ უნდა ღირდეს 10 ლარი, რომ გაჩნდეს ამის ამ სისტემის კომერციალიზაციის დღევანდელი 1 ლარი როგორც ღირს საპარკინგო, ეხლა დღეს როგორც ღირს, სავარაუდოდ ისევ უნდა ღირდეს 1 ლარი საათი რა, როგორც არის. მაგრამ გავაგრძელებ უნდა იყოს ასევე და არ იქნება მიმზიდველი, ანუ ინვესტორისთვის გააკეთოს საპარკინგე ადგილი. ინვესტორისთვის მაგიტომაც არ არის, რომ თუ 1 ლარი ეღირება, ინვესტორისთვის არ არის მიმზიდველი და რიგი საპარკინგე სივრცეები, მაგალითად, სადაც კომერციული ცენტრებია, ხო? ანუ საპარკინგე სივრცეები, ანუ უკვე ნელ-ნელა გახდა 3 ლარი, 3 და რაღაც ასე შემდეგ, ანუ ფასი შეიცვალა, იმიტომ რომ ესე არის და თუ იქ ხალხი რა არ გაუპროტესტებია ხალხს რა, რადგან იქ ჩადიხარ საპარკინგე სივრცეზე, უკვე იცი რომ საათი 3 ლარი ნახევარი რო ღირს, ხო? მიხვედი მაგალითად კომერციულ ცენტრში სადღაც რა, სავაჭროდან რაღაცა, ამოდიხარ და იხდი და იქაც უკვე ტევა არ არის, უკვე აღარ ეტევა, ფიქრობ სადმე ხარ, ანუ ტაქსით ხარ მივიდე, ან რაღაც ხო, იმიტომ რომ იქ ჩადი მე ამოდი, არ არის კომფორტული იქაც უკვე იმდენად აღარ არის სივრცეები. ანუ იგივეს ვამბობ, შეიძლება ღირდეს ლარი, მაგრამ რაღაც მომენტი დადგეს რომ 3 ლარს ღირდეს, 3 ლარი ნახევარს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ოღონდ უნდა ეს კომფორტი უნდა არსებობდეს რა. შენ დღეს არის, დღეს ხარ ანუ იგივე შენი თეორია ეწინააღმდეგება, ეხა გიორგი რას თქვა, შენ თუ კომფორტს უქმნი, ამ რომ მანქანები საპარკინგე იყოს, იგივე არის რა, გზებს რო უფართოვებდნენ, ხო და მე მიხვდა თელი მსოფლიო რომ გზები კი არ გავაფართოვებთ. არაფერს არ მიხვდა თელი მსოფლიო, მე არც მაგ მოსაზრებას არ ვეთანხმებ, იმიტომ რომ მოსაზრება არა ეს არის. სტატიებია მაგაზე ჩაგიგდა თელი კვლევებია. სტატიები, მაგრამ ანუ ერთია სტატიები, მეორეა ფიზიკურად დასაკეთებენ. პარიზი ავიღოთ აგერ მაგალითი, სულ რაღაც 8 წლის წინ დასრულდა მიწის ქვეშ 7 ზოლიანი გზა. რატო გააკეთეს თუ მაგ თეორიას ემხრობოდნენ? აი რატო გააკეთეს მითხარ? ეხლა დასრულდა. არ გააჩნია ეს კონკრეტული ის გზა საიდან სადმიდიო რა ალტერნატივები ქონდა იმას. თავიდან ბოლომდე ქვეშ გადის. ის არის გაკეთებული, ხო? 10 კილომეტრიანი. მასე ბოსფორის სრუტეში გააკეთეს, იმიტომ რომ შეხედე, რისთვის არის გაკეთებული, იმიტომ რომ პარიზი იყო. გადაკვეთა ღირს მე მგონი რა 10 დოლარი. პარიზი იყო ყველაზე რთული გასავლელი, იმიტომ რომ ისიც იმ დროს იყო აწყობილი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგად არის აწყობილი, ზემოდან რომ დახედო, როგორც არის ქუჩები აწყობილი. პარიზი აწყობილი იყო საცხენოსნო გადაადგილებისთვის და ეტლებით გადაადგილებას. ხო და რადგან გართულდა ეს ყველაფერი და რადგან ანუ მარტო მობილობა არ შექმნეს, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე არ გააკეთეს მარტო აქცენტი, კეთილი ინებეს და პარიზში არ არის საზოგადოებრივ ტრანსპორტზე აქცენტი და საავტომობილო იმასია აქცენტი. ხო და რატო გააკეთეს მაშინ ქვეშ ამ ხელა მაგისტრალი? ანუ ეს კონკრეტული მაგისტრალი შეიძლება რაღაც კონკრეტული აწერტიდან, ბეწერტიდან და სხვა ბეწერტიდან საერთოდ ვერ მიდიოდა სხვანაირად და მოაშალში ძალიან მოქნილი საზოგადოებრივი ტრანსპორტი. კი, რა თქმა უნდა, საზოგადოებრივ ტრანსპორტის წინააღმდეგი კი არა ვარ, ანუ რეალურად მივდივართ იქ რომ გზების გაფართოებით, პარკინგების შექმნით კიდევ ვასტიმულირებს მეტი მანქანის არსებობას ქალაქში, რის ნაცვლად ჯობია საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება. საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება არის ძალიან კარგი, ანუ აქ ნუ უსვავთ ხას იმას, რომ თითქოს მე ამის წინააღმდეგი ვარ, პირიქით ძალიან კარგია და ვიზახიო ყველაზე ფული მოვაკლოთ, ავაშენოთ პარკინგები და ხელი შეუწყოთ უფრო მეტი მანქანის გამო. არაფერი არ მოვაკლოთ, ანუ არაფერი ფული სახელმწიფო უნდა ააშენოს ამასაო და არაფერი ფული არ წასულა არც ამ განვითარება მეტროს რა დაემატა ერთი მითხრათ ერთი სადგური მთელი ამ საუკუნის მანძილზე ბოლოს ნახევარ მეტრომდე მივაქვს, მაგრამ სად არის ეს ფული მაშინ წასული, რომელიც საპარკინგის სივრციდან ამოვიღეთ, სად წავიდა მხოლოდ ავტობუსების შეძენაში თუ მხოლოდ ავტობუსები, ხა ავტობუსები ეს არ იყო პატარა თანხა, 1000-ზე მეტი ავტობუსი იყო და კიდე 1000 მიკროავტობუსი ახალი ხო შეძენილი. კარგი, მაშინ ისევ მაგალითებს შენებლობა ევროპულ მაგალითებს დაუბრუნდეთ მაშინ რა, ძალიან ბევრ ქვეყანაში და ძალიან ბევრ დედაქალაქში დღესაც მუშაობენ არც თუ ისე
ახალი ავტობუსები. ამაში არ მეთანხმებით, ანუ ხო ყოფილ ხარ ბოლო, ანუ შეიძლება ავტობუსი 10 წლის იყოს და ის ფორმაში არის მუშაობს რა. იმას არ ჩაანაცვლებენ ყოველ 2 წელიწადში რა. ავტობუსი მუშაობს რატო? იმიტომ რომ სხვა რაღაცის განვითარებაც არის საჭირო. მათ შორის იგივე საპარკინგო სივრცეების ასე შემდეგ და ასე შემდეგ რა. და იქ უკვე ევროპული მაგალითი თუ გვინდა, ანუ ამერიკული მაგალითიც ანუ ყვითელი ავტობუსები დაგვეტოვებინა და ყვითელი ავტობუსი არა მაქვს საუბარი, იმის მერე ლურჯებიც იყო რა, წვანეებიც იყო რაღაცები იყო, ანუ სივრცეები რაღაცები იყო. გავიგე, მაგრამ ნახეთ, ყველაზე მეტად დღეს რა გვჭედავს. ანუ იგივე ავტობუსას რა ჭედავს. ანუ არასწორად დაპარკინგებული ავტომობილები, რავი, ამაში თუ არ მეთანხმებით, მაშინ დავასრულოთ საუბარი, იმიტომ რომ ავტომობილი არასწორად დაპარკინგებული ავტომობილები არ ჭედავს. ხო, ერთ-ერთი ყველაზე რთული საჯვარედინები, რომელსაც რთულია ამ ნაკადების ერთმანეთს არიდება. არის საავტობუსე ზოლები, სადაც დასამთავრებელია. არის უშველის ანუ სწორად არეგულირება მაგის თქმა გინდა? მე გეუბნები თუ იქნება, ნახე, თუ იქნება იმ რა მოცულობის ნაკადიც ჩვენ შეგვიძლია აი ამ ავტომობილებს მოვაშოროთ და მე ოპტიმალურად დავგანთ, სადღაც შეიძლება იყოს მეტრო. მე პირიქით მეტროს განვითარების მომხრე ვარ და რა თქმა უნდა მომავალში იმედია რომ რაღაცა მეტი სადგურებიც დაგვემატება. თუ იქნება ავტობუსების ზოლები ბოლომდე შეკრული ისე რომ ავტობუსი არ გაჩერდება და ეხლა კიდე არის გამოსაყვანი 118 მეტრიანი ავტობუსი, რომელიც ელოდება რომ ბაზა დამთავრდეს, ავტობუსების ბაზა აეროპორტთან და გამოვა ხაზზე. ხოლო ცენტრალურ სივრცეებში შეუძლია იმოძრაოს ცენტრალურ სივრცეში. ანუ გასაგებია ხა ის არავა მთაწმინდაზე, ის არცავა იქ მთელი სისტემა დაგეგმილია ისე რომ არის 8 მეტრიანი ავტობუსები, არის 10 მეტრიანი ავტობუსი, 12 და 18 მეტრიანი და პლუს არის 6 მეტრიანი მიკროავტობუსები. ხო, ანუ ეს დაგეგმილია ეგრეთ წოდებული იერარქიული სისტემა. არის ეს TBT დერეფნები, თბილისი ბას ტრანზიტი, რომელიც 10 ბასლეინებს რო ეძახიან, ხო, ავტობუსის ზოლი. ეს არის ხერხემალი მეტროსთან ერთად. ამას თეორიულად შეიძლება მე ტრამვაიც დაემატოს, სადღაც გარკვეულ მონაკვეთებზე, ეხლა დიდი ღომზეა საუბარი. ამას შემდეგ კვებავს როგორც ხის ტოტები არის, city ლაინები, რომელიც არის ეს 10 და 8 მეტრიანი და შემდეგ ტრანსპორტზე ვისაუბროთ თუ კიდე პარკინგზე. არ გამოწყვეტინოთ. ეხლა საზოგადოებრივ ტრანსპორტს უნდა კონდეს კონკრეტული ჰაბები, მაშინ სადაც შეკრება მოხდება, ხო ესეა? ეგრეც არის. ხო, ნუ სად არის? მინდა არა დაამთავრო. არა, რამდენი ყველა მეტრო არის ჰაბი, ყველა მეტრო სადგური. ერთ წამით ავხსნი მაგასაც თუ ჰაბები, მაშინ რომელიმე არის გარკვეულწილად კი არა, არის ეგრე. მივადგეთ თუნდაც ამსტერდამის მაგალითს რა, ანუ იქ ნახავთ რომ უამრავი საერთოდ სხვა მოწყობის ქალაქია. ხო, მაგრამ უამრავი ველოსიპედია გაჩერებული, ანუ ჰაბს მე გულისხმობ, სადღაც მისვლა უნდა შეიძლებოდეს და სადღაც რაღაცის იგივე დატოვება. იგივე თუნდაც კი აბა რა, იგივე თუნდაც მანქანის დატოვება, ხო, რატომ შემოსასვლელში მაგალითად. მაგარი იქნება. ანუ უნდა იყოს რაღაცა სივრცე. შემოვედი თბილისში გავაჩერე მანქანა და გადაჯექი და მე მოძრაობ ეს არის იდეალური ვარიანტი. კი და დაქსელილი უნდა იყოს იდეალურად და მე დღეს ეგეთი ნახაზი საერთოდ არ მინახავს, რომ ესე იყოს დაქსელილი, იმიტომ მოვიტანე არ ვიცი უკვე ეთერში თქვი თუ არა რა, იაპონიის მაგალითი რა, იაპონიის მეტრო არის, ანუ იდეალურად, სადაც არ გაიხედა ყველგან მეტროა რა და არ ჭირდება. იაპონიის ბიუჯეტი და ეხლა ხო, საქართველოს ბიუჯეტი ნამდვილად ცდება ერთმანეთს და მე მინდა რა ცდება თუ ბიუჯეტი არ აქვს, იმას ვერ ვაკეთებ და ამას ვერ ვაკეთებ, მაშინ მანქანის გადაადგილების საშუალება რომ მოძე პარკინგი მოდი ერთ რაღაცას ვიტყვი, ეხლა აი გისმენდით ორივეს რა. ერთი პარკინგზე საუბრობთ, მეორე იქ რაღაცა საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაზე. ეხლა შეიძლება სიგიჟეს ვამბობ, მაგრამ ეს აუცილებლად უნდა ჩავიწეროთ და ბევრი მაყურებელი იტყვის, რომ ეს ვერ არისო დაალაგებულიო. შეიძლება ეგრეც არის. მაგრამ 10 წლის მერე მინდა რომ ეს ვიდეო და ეს ჩვენი ჩანაწერი გამოვიყენო. მე ვიცი რომ ბევრი მაყურებელი ვევლუს დაუჭერს ხარს ეჭი განემპარება. დამასრულებია. მე ვამბობ რომ 10 წლის მერე ეს პრობლემა საერთოდ აღარ იდგება. არა ის ჯერ კიდევ იდგება, მაგრამ მე მგონია რომ არ იდგება. სოფლიო მიდის იქით რომ აი სამწუხარო ომმა გვანახა და დრონების ტექნოლოგიურმა განვითარებამ, რომ მე მგონია რომ 10-15 წელიწადში ვიქნებით აბსოლუტურად სხვა პრობლემის წინაშე და მე ვფიქრობ რომ ახლა სატრანსპორტო ექსპერტები, სამანქანო ექსპერტები, ფრინავები და საჰაერო ტრანსპორტის სპეციალისტები უნდა ფიქრობდნენ იმაზე, როგორ განავითარონ ქალაქი ამ მიმართულებით. მე მაგალითად ჩემი გადასაწყვეტი რომ იყოს და კიდე ერთხელ ვამბობ, შეიძლება გიჟად გამომაცხადონ, მაგრამ
კორპუსების ნებართვის მშენებლობის დროს აუცილებლად დავსვავდი საკითხს დრონების კორპუსებზე განთავსების და მათი მიღების საშუალების თუნდაც თეორიებზე. დავიწყებდი ამ მიმართულებით მუშაობას. დავიწყებდი მაინც ფიქრს ამათი charging station-ები, ამათი მოძრაობის ტრაექტორიები და ამის გათვლა და ქალაქის გათვლა. ვერ ავწდებოდით საბოლოოდ იმათ პარკინგსაც. მოდი ვაღიარო. სახურავზე დააყენებდი. სადღაც დაждდება, მაგრამ სადღაც ხო უნდა დააპარკინგო. და მაგას ვამბობ სწორად, რომ დღეს უნდა დავიწყოთ 10-15 წლის შემდეგ აი ამ შესაძლო პრობლემატიკაზე ფიქრი, ასე ვფიქრობ. მე არა ვარ ამ საკითხის ექსპერტი, მაგრამ ამ საკითხში ჩახედულმა ადამიანებმა აუცილებლად ალბათ უნდა დაიწყოთ ამაზე ფიქრი. იგივე საპარკინგო სივრცეები, სადაც დღეს მანქანები გაჩერდებიან, საბოლოოდ მიიღებს საფრენ აპარატებს, რომლებიც იქ განთავსდებიან. შეიძლება მე რაღაც რობოტმა წაიღოს და რაღაც ადგილზე განთავსოს. კი, მაგრამ უნდა დაფრინდეს იქ და სივრცე იქნება მაინც საჭირო. ვერ ავსდებით, ანუ გადაადგილება როცა გვექნება, ყველა შემთხვევაში რაღაცა ტრანსპორტით გადავადგილდებით. ცაში იფრენს ეს როგორ, ანუ ჩვენ თვითონ ვერ გავფრინდებით. ანგელოზებად ვერ ვიქცევით რა და ის ტრანსპორტითაც ჩვენ გადავადგილდებით, ადრე თუ გვიან სადღაც უნდა დაპარკინგდეს, იმიტომ რომ სხვა შანსი არ გვექნება. სადღაც უნდა შევჩურთოთ. კი ბატონო. 12 სკამი გამახსენდა ერთი ეპიზოდი. თუ იცით მიხვდა. ხო. სანამ აქამდე მივალთ ეს საპარკინგო იმას რომ დაუბრუნდე, მინდა რა მე ვლუც გამოვეხმაურო. ესე იგი, რამდენიმე რაღაცა არის რა. პირველი მე ვლუდი თუ სწორად გავიგე შენ პოზიცია ამბობ რომ კაპიტალური დანახარჯების მშენებლობის დანახარჯები მიწის გამოყოფა შეწყიდვა მიწის თუ რაღაცა და მშენებლობა უნდა იყოს სახელმწიფო პირველი პრეცედენტი უნდა შექმნას სახელმწიფო და მე ნუ ეს გადასცეს სამართავად კერძო ბიზნესს ნუ ეგეთი მოდელები ბევრი რაღაცა რომ გემო გაუგოს ბიზნესმა და მე შეიძლება დაიწყოს ბიზნესმა ამის კეთება ისევე როგორც შტატებში მაგალითად არ დაიწყებს რატო? არ იქნება საკმარისი, ანუ ჩვენი ეკონომიკა, ჩვენი ქალაქის ეკონომიკა დიდ ბევრი წელი არ ეყოფა იმას, რომ ადამიანს შესაძლებლობა ჰქონდეს გადაიხადოს პარკირებაში იგივე თანხა, რასაც შენ ამბობ ტოკიოში, ამსტერდამში და განვითარებულ ქვეყნებში. არ ეყოფა, არ იქნება მაგისი საშუალება. და მაშინ ნახე როგორ რაღაცაა რა. ყველაზე ადვილი არის ეს ადამიანები, როგორმე გადავსვათ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე. მით უმეტეს. და ჩვენ თვითონ გადავიდეთ. არა, შეხედე, მაშინ ისე მე ვფიქრობ, რომ უნდა განვავიდეთ ველობილიკები. გერმანულ მოდელზე გადავიდეთ. მაშინ დაუბრუნდეთ გერმანულ მოდელს. ნახე როგორ არის, იგივე ბერლინში რო გითხარი 1.300.000 გასაჩერებელი ადგილია ამის. აქედან ნახევარი უფასოა, იცი? და იცი ვინ იხდის ამის საფასურს? ვისაც მანქანა ყავს. ანუ მანქანის გადასახდელებში ერთ-ერთი სახდელი არის, რომელიც იხდის და მას შორის გზებიც უფასოა, ანუ გერმანიაში გზები უფასოა. ვისაც მანქანა ყავს, გინდა მანქანა ყავდეს, რაც უფრო ძვირი მანქანა ყავს, მეც იხდი. და შენ მოყავს, ანუ სახელმწიფო ევროპის ნომერ პირველი ეკონომიკა მოყავს მაგალითად. რატო არის ნომერ პირველი ეკონომიკა, იცი? იმიტომ რომ ეგრე ექნეს, თავის დროზე იფიქრეს და ეგრე მანქანებს გამო. არა, და რამდენიმე ეგრე არის, აბა როგორ გახდა ნომერ პირველი ეკონომიკა, როცა ომი წააგო აგერ 50 წლის. მე ვულობ, რამდენიმე კითხვა. 70. პირველი, ეს პარკინგები, რომელიც როგორც ამბობ, სახელმწიფო უნდა აშენოს რაღაცეები დასაწყისში მაინც დაუშვა და მოდი ჯერ გავანებოთ თავი ის რა დაჭდება და მე ბიზნესი დაუშვათ ბიზნეს მოდელი იქნება ის რომ კაი მე მშენებლობის თანხა არ დამიჯდა და ამიტომ შემიძლია უფრო იაფი დავადო სახელმწიფო უმაც პირობითად რაღაცა მშენებლობის თანხაზე მოვიყვან მაგალითს ბოდიში გაგაწყვეტინე $500,000 ბინას ყიდულობენ ადამიანები, რომლებიც არ იხდიან $10,000 პარკინგში. ეხლა მაგას მაინც მე პირადად აი ვამბობ ხმამაღლა, ხო? მშენებელი ვარ, ვაშენებთ, ბინაში იხდის $500,000, $10,000 არ იხდის პარკინგში. არ იხდის 100-დან 90. გავიგე. იმიტომ რომ გარეთ დააყენებს რაღაც მიერ. სადღაც გავაჩერე. ხო, მაგრამ ნახე რა მაინტერესებს. აი დაუშვათ წავიდეთ ჯერ მაგამდე რა. ღირებულებაზე მე მას ვქნა. რა დაუჭდება სახელმწიფოს? პირველი კითხვა ჩემი, რა დაუჭდება სახელმწიფოს ამ რაღაცა მიწისქვეშა, მიწისზედა რაღაცის აშენება და ამ თანხით, რაც ერთ ადგილზე რაღაცა X რაოდენობის საპარკინგო ადგილის შექმნა შეიძლებოდა, რამდენი ამ თანხის ინვესტირებით ამის მაგივრად საზოგადოებრივ ტრანსპორტში რამდენ ადამიანს გაუადვილებდით ყოველდღიურ გადაადგილებას და ამით რამდენს გაუადვილებთ? ანუ A და B. მეორე, რამდენი ადგილი გაქვთ? 100 მანქანიანი საპარკინგო სივრცე 100 მანქანიანი ჯდება დაახლოებით $3 მილიონი. $3 მილიონი.
3 მილიონ დოლარად შენ შეგიძლია და ეს 18 მეტრია. პირობითად ქალაქის ცენტრში, მოდი ესე ვთქვათ რა, ქალაქის ცენტრალურ უბნებში. 100 მანქანა. არა, გარეუბანში, 100 მანქანა არის 100 მანქანა აიღოთ, არის 150 ადამიანი. დავუშვათ 1.5 ადამიანი თვითონ მანქანაზე, 150 ადამიანს დღეში, მოდი დავუშვათ რომ ერთი როტაცია, 300 ეს ერთი დღე იცლება ესა, მეორე ნაკადი შემოდის. 300 ადამიანს გაუადვილებ. როგორ გაუადვილებთ? სქემა მითხარი. არა, მაგას პარკინგი აპარტამენტზე შევა და კომპლექტურად გააჩერებს. მე ვამბობ პირიქით, მეორე მხარეს რა, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე. არა, მაგამდე 300 მანქანიან ადამიანს, ანუ ვინც მძღოლს მიყვება, გაუადვილ და გაჩერება დღეში. მარტო 300 ადამიანს არა, იმ დანარჩენებს, რომელიც გაჭედილია ქუჩაში, იგივე საცხოვრებელი და რაღაცები, ეს ერთმანეთთან ბმაშია რა. ანუ ის ქუჩაში აღარ დგას მანქანები, გაჭედილი არ არის და დინამიკა დიდია. მერე 500 ადამიანს გაუვა. კი ბატონო. აი, რამდენი თანხა რამდენი თქვი? 3 მილიონ დოლარი. 3 მილიონ დოლარი. 3 მილიონ დოლარი არის 500,000 დოლარი ღირს საშუალოდ 18 მეტრიანი ავტობუსი. რაც 500,000 დოლარი დაახლოებით. ესე იგი 3 მილიონში მოგდის 6. ამ ავტობუსის ტევადობა არის სადღაც 120 ადამიანი. და მთელი დღე დადის და დაყავს 6 ანუ მარტო ერთ იმაზე რა ქვია ზობაზე არის სადღაც 700 პლუს ადამიანი და დღის განმავლობაში ეს ავტობუსი მოემსახურება ალბათ 3000 4000 5000 ადამიანს. მოდი გავაგრძელოთ ახლა ეგ. ყავს დაუშვათ 2 მილიონი ავტობუსი ვიყიდეთ. საჯანებაში უშვებთ. დაუშვათ აი მთელი ფული ავტობუსში 2 მილიონი ხო ვერ ივლის ავტობუსი. არა 2 მილიონი ვერ, მაგრამ თუ 2 მილიონი გვექნა და გავუშვით იმის ქუჩასაც იმასაც მოვაწყოთ. ხო, ანუ გადავეთ მაშინ მაგას ვამბობ ზუსტად რა, სახელმწიფო რატომ მინდა? იქნება უწყვეტი კონვეიერი ამ ავტობუსების. სახელმწიფო რო ჩემთან კომუნიკაციაში იყოს, ანუ საზოგადოებასთან ვამბობ რა, ამ წუთში რომ ანუ ეს ყველაფერი ხილული იყოს რა. ის კი არა რომ მე ესე ვაკეთებ რა. მინდა რომ აი ნახე, სტრატეგია მაქვს ესეთი. ანუ სტრატეგია დღესაც არსებობს რა. ანუ ჩვენი განვითარების სატრანსპორტო გეგმა რაც არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება. ერთი წამით იმ გეგმაში თუ ჩაიხედავ რა, პირველივე ფურცელზე მიხვდები რომ აბსოლუტური აბსურდია და მე გეტყვი რა, ანუ საერთოდ არ მოხსენებული მოტოტრანსპორტი. გახსენეთ თუ გინდა გეგმა, მე რავი თან მაქვს თუ გინდა გაჩვენებ. მოტოტრანსპორტის განვითარება საერთოდ არ იყო ხსენებული რა. პირველ რიგში მოტოტრანსპორტი რატომ უნდა იყოს ნახსენები? არა, ჩამონათვალ შუა რაზე არის ეს რა. საერთოდ არ არის შიგნი ერთ პუნქტსაც ვერ იპოვს, სადაც მოტო არის. და მოტოს რა განსაკუთრებული უნდა ავტომობილთან ერთად მოძრაობს ერთი სივრცეში. იგივე ავტობუსს რამე განსაკუთრებული უნდა, მანქანასთან შედარებით იგივე გზას იყენებს. არა. ის შეიძლება უკვე აღარ იყენებდეს იგივე. აი, ველოსიპედი ცალკე ზოლია. რატო წერია ველოსიპედი? იმიტომ რომ ველოსიპედი არ იყენებს იგივე გზას, იგივე სავალ ნაწილს და ველოსიპედი არის ავტომობილის ალტერნატივა. ანუ მოტოტრანსპორტზე პარკინგის სივრცეები და რაღაცები საერთოდ არ უნდა იყოს არსად ხსენებული? ანუ კოეფიციენტი ციფრებში არის რა, დათვლილი ამდენი პროცენტი იქნება. რა უნდა იყოს ნახსენები ველოსიპედი? ანუ მაგალითად სადააყენო მოტო. არა, შევეშვათ მაგ ციფრები წერია რა, რომ ამდენი ან ჩვენი გეგმით 2053 წელს იმ გეგმაშიაც წერია, ამდენი ადამიანი გამოიყენებს ველოსიპედს, ამდენი ადამიანი გამოიყენებს საზოგადო ტრანსპორტს, ამდენი გამოიყენებს ავტომობილს, ამდენი ესე არის ჩამოთვლილი რა, მეტროს და ასე შემდეგ. და საერთოდ არ არის მოტოტრანსპორტი ხსენებული. საერთოდ არ არის მოტოტრანსპორტი ხსენებული, იმიტომ რომ ქართველი კაცი მე მახსოვს 2017 წელს და ძალიან მნიშვნელოვანი სატრანსპორტო საშუალება. სკუტერზე არ დაждდება, ესეთი იყო პირველი ჩვენი შეხვედრების ის რა, რომ არ დაждდება, რას კი არ დაждდება, თუ სხვა გზას არ შეუქმნი, ყველაზე მოქნილი ტრანსპორტი მოტოტრანსპორტი გახდება და პირველი რაც მაშინ მქენი მე თვითონ ვიყიდე, მოტოციკლი დღესაც მოტოციკლით დავდივარ, რა როცა წვიმა არ არის, მანქანით არ დავდივარ, იმიტომ რომ აზრია მე ცუდად პარკინგზე ვერ გავაჩერებ მანქანას, ჩემი ცუდად გაჩერებული მანქანა მინიმუმ სასირცხო არა, ამიტომ ვერცად ვერ ვაჩერებ, რა თქმა უნდა, არ არსებობს ეს სივრცეები, ამიტომ დავდივარ მოტოციკლეთით, რა თუ ძალიან კოკისპირული წვიმა არ არის, დავდივარ მოტოციკლეთით, იმიტომ რომ ერთადერთ ტრანსპორტი, სადაც ნებისმიერ ადგილას შეიძლება გააჩერო და მთელი მსოფლიოს მიხვდა ამას რა, მithumetes ევროპაში რატო არის ველოსიპედი კარგია ისეთ ადგილებში, სადაც სწორია, მაგრამ ჩვენთან ველოსიპედი ნახე როგორ არის, ზამთარში ძალიან ცივა, ზაფხულში ძალიან ცხელა და ბევრი აღმართი გვაქვს, რომ ველოსიპედი ძალიან რთულია, სანამ ყველა ელემენტზე არ იქნება რა. აღმართზე მიასწრე გაუფლილი, მიდი მე ოფისში სატრანსპორტო საშუალება მე ხშირად ვიყენებ. კი, ანუ შენი ერთ სატრანსპორტო საშუალება გეთანხმები, მაგრამ მოქნილი ვერ იქნება იმდენად რომ მასიური გახდეს, იმიტომ რომ ბევრი აღმართი ტრანსპორტი იყო მეტროს, აი დრო რო ფილარმონიიდან გავედი შავი ზღვის ქუჩამდე,ავლაბარში.
კი, მაგრამ ანუ ძალიან მოუწესრიგებელია. ახლა მეულდის სწორს ამბობს, ხო? აი მოტოტრანსპორტი, სატრანსპორტო პოლიტიკაში რო არ იყოს გათვალისწინებული, ეს არ შეიძლება. რაც მასიურად ვითარდება. მოტოტრანსპორტს ჭირდება თავის აპარკინგი ადგილები რა. უნდა კონდეს, იმიტომ რომ არ დააყენოს იგივე սկუტერი, სადღაცა ამაზე რა ქვია, ფეხის მოსიარულეთა ადგილას არ დააყენოს, მანქანის ადგილი არ დაიკავოს და ასე შემდეგ. შესაბამისად იგივე ვარიანტს გეტყვით, ხო? ველოსიპედთან დაკავშირებით. აი მაგალითად, რო წამოხვიდე ხა მე ვაკიდან მოდივარ ჯიქიაზე ოფისში და იჭედები ყველგან. ხო ეგრეა? იჭედები ყველგან. ანუ არ არსებობს ერთიანი სისტემა ველოსიპედისთვის. ეს არ არის რთული, ეს არ არის საავტობუსო გზა, რომელიც რთული არის, რომ გადააბა ერთმანეთს და მთელი ქალაქი მოიცვა, ძალიან რთულია. ეს არ არის, იმიტომ რომ ველოსიპედს ჭირდება სულ რაღაც 4 სანტიმეტრიან მეტრიანი. თუ აქცენტს ვაკეთებთ, მაგას ვამ რომელიმეზე რა, ანუ ფეხით მოსიარულეზე გავაკეთეთ აქცენტი, კარგი, მოდი ჩამოვიაროთ ვერა, სოლაკი იგივე, რა ქვია, მთაწმინდა რა და ეტლით მოსარგებლე ვერ გაივლის, გამორიცხულია რა, ანუ ამაზე სხვათა შორის საინტერესო ექსპერიმენტს ვთავაზობთ მალე Urban Media-ის მაყურებელს და მსმენელს და მკითხველს გვექნება ძალიან საინტერესო ექსპერიმენტი ეტლით გადაადგილებასთან დაკავშირებით. დედა ბავშვით და ეტლით. კი, და ველოსიპედით ხარ მაგალითისთვის, ხო? ანუ რამე დასრულებული, ხო, შეიძლება იყოს ამდენი წელი გავიდა რა, ანუ ველოსიპედის რგოლი შეიკრას, ავტობუსის ხაზი შეიკრას, რავი, რაღაცა შეიკრას რა, რომ ერთი რაღაცა მაინც ვნახოთ ხილული და თან ეს ყველაფერი უნდა იყოს გაშლილ ბიჭებო, გოგოებო, ჩვენ აი ამ გზით მივდივართ. ეხლა ამას ვაკეთე, არ გვაქვს პარკინგის ფული, გავიგეთ, მოდი ჯერ ავტობუსების იმას დავასრულებთ, მაგრამ აი ამას ეს დავასრულებთ. მე ამას მივდივართ, ანუ ამას დაჭირდება არა 97,000 წელი, როცა კაცმა არის როგორ იქნება, შეიძლება საფრენ აპარატებზე გადავიდეთ უკვე, იმდენი წელი გავიდა. ნუ საფრენ აპარატებზე გადავალთ უკვე. 10 წელიწადში ეს ჩვენი დისკუსია იქნება მივდივართ, რომ ესენი დასრულეს, ანუ მან შეიძლება კი ეხა ტემპებით მეც ბევრ რაღაცით არ ვარ კმაყოფილი და რაღაცა, მაგრამ მიმართულება ეხა შენ თუ ამბობ რომ მიმართულება გაურკვეველია და ვერ ხვდები საით მივდივარ, აქეთ მივდივარ თუ იქით მივდივარ, ჩემი აზრით მიმართულება ძალიან მკაფიო არის ხა. მე ესმის, ანუ ჯერ შორს არის ყველაფერი, რა თქმა უნდა, იმისგან, რაც გვინდა რომ იყოს. მაგას საუბარი არ არის. ცხოვრებაში გვინდა რომ მოვესწროთ. ახლა ჩემ ცხოვრებაში მინდა მოვესწრო თბილისის მეტროს კონდეს 40 სადგური, მაგრამ ვერ მოვესწრები. მაგრამ მე ვერ ხედავ იმ განვითარებას, რომ შვილი მაინც მოვესწრება ამას რა, დღეს რაც არის ახლა არჭებებით 40 სადგური თბილისის მეტროს. ძალიან სწორია რომ არ შენდება მეტრო ხალხო. არ დაგჭირდება. სანამ ის მეტრო გავა აღარ იქნება საჭიროება მეტროსი, ველოსიპედის და მანქანის დაიმახსოვრეთ. ეხლა ვიცი რომ გიჟი არისო, ფიქრობთ, მაგრამ დაიმახსოვრეთ რომ არ გვჭირდება მეტრო. საჭირო არის ვიფიქროთ ვერტიკალურ ტრანსპორტზე. საჭირო არის ვიფიქროთ დრონებზე, მათ პარკირების ადგილებზე. ხო, მაგას ვამბობ. და მათი დატენვის მომსახურებაზე. შენებელი ხო ხარ? კი. რომელ შენობაზე განათავსე ზემოთ საფრენი აპარატის მიღების ისა პირველი არც ერთზე, იმიტომ რომ მე ამის სპეციალისტი არ ვარ. გეუბნები რომ ეგრე იქნება, გიდასტურებ. ხო, მაგრამ მე ანუ უყურე, მე რას ვამბობ? შექმენი პრეცედენტი. არა, ნახე რას ვამბობ. მე შევქმნის სიამოვნებით მივიღებ ამ ექსპერიმენტში მონაწილეობას, აი აქ ვთავაზობ ყველას, ვისაც ეხება ეს საკითხი. უბრალოდ მე არა ვარ ამისი ექსპერტი, სატრანსპორტო ექსპერტი არ ვარ, ამ საკითხში ჩახედული ადამიანი არ ვარ. თუ ამ მიმართულებით წავა მუშაობა, მე ვფიქრობ რომ ინტერესოა, მე არ ვამტკიცებ ამას, უბრალოდ მე მგონია რომ ესე იქნება. შესაბამისად, ამ დარგის სპეციალისტებმა იქნებ დაძრათ ეს საკითხი და იფიქროთ მაგაზე თქვენ, რომ შეთავაზოთ ხელისუფლებასაც, შეთავაზოთ ბიზნესსაც ამაზე დისკუსიების დაწყება, იმიტომ რომ ეს საკითხი და ეს საკითხი ძალიან მალე ჩვენ დღის წესრიგში დაგვიდგება. აი, როცა დაგვიდგება და გამოჩნდება ის არა, მე ვილაპარაკოთ არა, ხა იმა რა ქვია, კარლ ბენცმა რომ მანქანა შექმნა ჯერ არ დახვდა გზები, მაგრამ მე მოყვა ამას ის ხაც ხო და კარლ ბენცმა რომ მანქანა შექმნა და მას დახვედროდა ინფრასტრუქტურა ხდები, ოღონდ კარლ ბენცმა მანქანა რო შექმნა წელიწადში მაშინ იქმნებოდა პირველ წელს შეიქმნა თუ სწორად მახსოვს 34 ერთეული მანქანის. შესაბამისად ანუ სოფლიო მასშტაბით და ეხლა დრონი თუ შეიქმნება საათში 34,000. ხდები, ანუ ტექნოლოგია ისე არის განვითარებული და შესაბამისად კარლ ბენცს ჰქონდა და მაგ დროს იყო იმისი დროის ფუფუნება, დრო იმდენად ნაკლებად ფასეული ის იყო, რა ქვია, ერთეული რომ იყო მაგისი ფუფუნება
მითვლება რომ ნელ-ნელა განევითარებიათ გზები და ჩვენ მივallt ადგილას სადაც ერთ დღესაც აი ესე მოხდება ჩიციდან ჩამოვარდება დაგვეცემა დრონი დაგვეცემა რომელსაც შეიძლება ძალიან უსაფრთხოდ ადამიანის გადაყვანა და ძალიან სწრაფად და ჩვენ ამისთვის ინფრასტრუქტურულად არ ვიქნებით მზად მე ამიტომ ვამბობ რომ ამაზე ფიქრი დასაწყებია